ბატონიკა, კვირა დასრულდა და დასრულდა აქციებიც, ალბათ შესაძლოა ეს დროებით, თუმცა ფაქტია, რომ კვირის დასაწყისში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზაზა სარალიძემ დაიწყო თანამშრომლობა იმ საგამოძიებო კომისიასთან, რომელშიც მონაწილეობაზე თქვენმა პარტიამ უარი თქვა. შეგიძლიათ თუ არა გითხრათ, როგორია ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა? რა იქნება ხვალდაზე? კი არა, გეტყვით, ეხლა მოგესალმებით, ყველასი მოვალეობაა რა, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ეხლა ვიდრე ჩვენ საუბრობთ, ყველა დაკავებული, რომელიც 30 საათის განმავლობაში ხავთ დაკავებული და საქალაქო სასამართლოში ხავთ, აბსოლუტურად უმიზეზოდ ყველა ადამიანს უსჯიან პატიმრობას. ყველა ადამიანს. აბსოლუტურად უმოტივაციოდ, როდესაც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ეკითხებიან ადვოკატები თუ რის საფუძველზე ითხოვთ პატიმრობას, არ გაინტერესებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია რა არის, თითქოს მათ გადაკეთეს გზის სავალი ნაწილი. და პასუხად, როდესაც კვლავისმის შეკითხვა დამატებითი ადვოკატების მხრიდან ერთი დამადასტურებელი კადრი გვაჩვენეთ, სადაც გზა გადაიკეტა, ეს კადრები არ არსებობს და მიუხედავად ამისა პატიმრობაზე უსჯიან. ამაზე უნდა ვისაუბროთ, ეხლა რაც ხდება. ყველა ოპოზიციური პარტია ეხლა გაცდა, დიახაც გაცილებით შორს წავიდა ქართული ოცნება. ერთი კადრიც არ არსებობს, ხახნო იმის დაინახეთ, მე პირადად როგორ დამაკავეს, ხო და მე რა ცინიკური განცხადებები, ასე ვთქვათ, გააკეთა ქართულმა ოცნებამ, თურმე განმარიდეს. და კადრები რომ არ ყოფილიყო, ალბათ შეიძლება პირველი კითხვა ეს დაგესვათ და გეკითხათ, რომ ელია შეხარ მატყუ არა. არ გაგიჭირდებოდა თქვენ. აი ეხლა საქალაქო სასამართლოში მაპატიეთ ერთი წუთით, არა, მაპატიეთ და გასაგებია რომ არ გამიჭირდებოდა თუ ფაქტი იქნებოდა. საქალაქო სასამართლოში რას აპირებთ გითხარით? რას ვაპირებთ და ბრძოლას, ჩემო მეგობარო, ბოლომდე სანამ კვლელები და კვლელების ფარველები არ იქნებიან დასჯილები და ეს კვლელების ფარველები და კვლელები იდენტიფიცირებულნი არიან. სახელებით და გვარებით ვიცით, ყველანი. აბსოლუტურად თემა საზოგადოება. კიდევ დარჩა სივრცე იმისათვის, რომ ამ საკითხის გარშემო კითხვა დასვათ, მაგრამ დანაშაულს ჩადიან. ეხლა რაც ახლა საქალაქო სასამართლოში ხდება, ხახნო. რასაც მოსამართლე ყანჩაველი აკეთებს, ერთი კადრი არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს ვრცელი მასალა, მაგალითად, 3 დღის წინ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა როგორ დააკავეს ფაქტზე სუსის თანამშრომელი მთელი ტექნიკური აღჭურვილობით სენაკში და თქვენ ეს კადრები ნანახი და საზოგადოებამ ნახა, მაგრამ ნული რეაქცია. ერთი კადრი არ არსებობს, ახლა გზის სავალ ნაწილზე კი არა, ფეხით სავალ ნაწილზე ვიყავით და ყველანი გაგვიტაცეს დაახლოებით 30 კაცამდეა დაკავებული. და დღეს არიან საქალაქო სასამართლოში. ეხლა და პატიმრობას ზვიად კუპრავა, რისთვის დააპატიმრეს, თო თქვენ ხო ვერ მეთქვით. ეს ადამიანები დღეების განმავლობაში იყვნენ ბატონი მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძეს გვერდში მხარს უჭერდნენ. და ნაცვლად იმისა, რომ კვლელები და კვლელების ფარველები დააკავონ, რომლებიც ეხლა მაღალი ალბათობით ჩვენ გვისმენენ, აკავებენ ადამიანებს, ვინც ხარში უდგას შვილმოკლულ მამებს და დიახაც ყველა უკლები, არა მხოლოდ კვლელი და კვლელების ფარველები, აი ეს ადამიანები გახარიამდე, ქალბატონი წულუკიანამდე, რომელიც მრავალტალღიან თურმე რეფორმებს ატარებდა. მოიკითხეთ ეხლა რა ხდება, ეხლა როგორც კი ჩართვა დამთავრდება, მე მივიდიო საქალაქო სასამართლოში. ბატონიკა, შესაძლებელია რომ ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინოს ბრალდების მხარებ, არც ერთი მტკიცებულება არ არის ხალხო. ყველა პრაქტიკულად სამხრე კამერა გამოთვლილი ქონდა. სასამართლოში რაც ხდება, ბუნებრივია ჩვენს მოვიკითხავთ და დამატებით ინფორმაციას მივაწვდით. საზოგადოებას როგორია თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, ვისაუბროთ ამაზე. დიახ. გეუბნები პოლიტიკური დღის წესრიგი ისეთივეა, როგორიც თქვენიც უნდა იყოს. ყველა ღირსეული ადამიანის ვიბრძოლოთ ბოლომდე კვლელებისა და კვლელების ფარველების დასაჯელად. ეს არის დიახაც პოლიტიკური დღის წესრიგი. ეს არის ყველა ღირსეული და ის კეკლუცობა და ეს იწლობიწლო, იცით რა რომ აი პარტიულია და ასე შემდეგ პოლიტიკური პროცესია. დიახაც, როდესაც კვლელებს არ ჟიან და კვლელების ფარველებს აბა თავრობის გადადგომა არის თუ არა ისე თქვენი მთავარი მოთხოვნა? მათ შორის ჩემი მხრიდან დავინახეთ რა არის მთავარი მოთხოვნა ბაპატიეთ? რა ვკითხეთ? მთავარი მოთხოვნა რჩება თუ არა ისევ რომ გადადგეს მთავრობა? კვლელები და კვლელების ფარველები უნდა დაისაჯონ, ხახო? ამაზე კითხვა არც თქვენპირადად გავთ კითხვა? მე მაინტერესებს ვინ მოკლა სარალიძე, ვინ მოკლა, ეს მაინტერესებს და ამაზე ვიქო პასუხს. ფარველების დაჟას, ეხლა
გთხოვთ დამასრულებინოთ. დასრულეთ, ჩემი მოსაზრება გაინტერესეთ. მკვლელებისა და მკვლელების ფარველები თუ არ დასაჯა მთავრობა, დიახაც მთავრობა იძულებული გახდება გადადგეს. დიახაც მთავრობა ხედავთ არათუ სჯის უპირისპირდება საზოგადოების წინაშე და სჯის იმ ადამიანებს, ვინც ითხოვს მკვლელების დასჯას. აი ხა სანამ თქვენთან ჩავერთვებოდი და ეს იქნება, ეს არის ძალიან სკანდალური ფირი, რომელიც გავრცელდა ხა სოცქსელში. ერთ-ერთი მარნეულის მკვიდრი, რომელმაც ზაზა სარალიძეს ხარდასაჭერად აქციაში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამხელდა ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ქართული ოცნებიდან ძალდატანებით ჩააწერიეს 2 დღის თავზე საპასუხო დამატებითი ვიდეო, მოაშარდიეს აგინებინეს მთელი ოპოზიციური პარტია და შარდი წაასმევიეს სახეზე და ეს ყველაფერი არის აღბეჭდილი აი აქ. აი ვიდეო მასალაში. როგორ არა ბატონონიკა არ უნდა ფაქტო წარმოუდგენელი რა ხდება. ეს ხდება დიახაც 2018 წელს და ძალიან ვთხოვთ მოეშვით საუბარი იმაზე თითქოს სამწუხაროდ მე არ მესმის თქვენი ხმა ბატონიკა ტექნიკური წუნია თუ არ ვწდები თხოვ რეჟისორს იქნებ. ეხა მესმის ეთერში ისმის თუ არ ვწდები სტუდიაში იყო პრობლემა. დიახ დაასრულეთ და მინდა რომ კითხვა დავსვა. გავიმეორებ მაშინ თქვენ გასაგონად. თუ შეიძლება ეხლა გავრცელდა 1 საათის წინ სკანდალური ვიდეო მასალა რომელიც მეტყველებს რაზე რამდენიმე დღის წინ მარნეულის მკვიდრი მოქალაქე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ფარგლებში მან გამოთქვა რამდენიმე მოსაზრება კრიტიკული ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის ქართული ოცნების ორგანიზაციის თავმჯდომარის მიმართ. ამ ადამიანს 2 დღეში აკავებენ ძალდატანებით ჩააწერინეს ვიდეო სელფი, ანუ თავად ვიდეო სელფს იღებს პირდაპირ და უღებენ როგორ იღებს, მოაშარდინეს და მე საკუთარი შარდი წაასმევიეს სახეზე და აგინებიეს ოპოზიციური პარტიები და ხოტბა ასხმევიეს ქართულ ოცნებას. აი ეს არის სახე, ჩემო მეგობარო, ქართული ოცნების დღევანდელი და ის არის სახე, რაც დღეს საქალაქო სასამართლოში ხდება. აღარ ვსაუბრობ ჩემზე ბატონიკა გავიგეთ რაზეც საუბრობთ. გამიგე თავიმა გადადებული ამ ბრძოლისთვის, მათ შორის თქვენთვისაც და ყველა ღირსეულ ოპოზიციური პარტიის და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ყველა ის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ვინც იტყვის იცით, იმიტომ და ამიტომ პირდაპირ არც მეტი და არც ნაკლები არის უნამუსო. ვინც გამოდის და ამბობს, იცით რა ბატონი მაჩა, დიახაც, ვიბრძვით და ბოლომდე ვიბრძოლებთ. თქვენ ამბობთ რომ მკვლელები უნდა დაისაჯოს. ბატონიკა, თქვენ ამბობთ რომ უნდა დაისაჯოს ყველა მკვლელი და ვინც ამ მკვლელებს მფარველობდა. ფიქრობთ ამას? თქვენ ამას რა თქმა უნდა ვფიქრობთ, მაგრამ მე კითხვა მაქვს ზაზა სარალიძე, რომელიც ჩაერთო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. დღევანდელი გადასახედიდან არ ფიქრობთ რომ თქვენც უნდა ჩართულიყავით ამ პროცესში? მომისმინეთ, არ უნდა ჩართულიყავით, რომ არა საპროტესტო აქციების საგამოძიებო კომისია არ შეიქმნებოდა. მე პირადად სკეპტიკურად ვარ განწყობილი საგამოძიებო კომისიის მიმართ, რომ ოღონდ რამე დადგინდეს იქ. ოღონდ რამე დადგინდეს, თორე როგორ შეიძლება მეწუნოს პირიქით. ყველას ვალია, მაგრამ ნუ კეკლუცობენ და ნუ ამონათებენ იმ ადამიანებს, რომ თურმე იცით რა, ოპოზიციური სხვადასხვა შეხედულებები მიგავს. რა შუაშია, ვისა შეხედულება აქვს, ხახნო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველთვის ვიდექი, მაშინაც, როდესაც პოლიტიკაში არ ვიყავი, მაშინაც, როდესაც საერთოდ ხელისუფლებაში სხვა პარტია იყო, ხო? და ვაპროტესტებდი ზუსტად იმას, რასაც ვაპროტესტებ დღეს. და ეს არის დიახაც ქართული ოცნების სახე დღეს რაც ხდება, ხახნო? რითია ეს კადრები ნაკლები ბედუკაძეს მიერ გადაღებული და მე ქართულებრივია, მოვიკითხავთ და დავინტერესდებით კიდეც. ბატონიკა და რითი გამოდის ქართული ოცნების ხელისუფალი წარმომადგენლები და იმდენად კადრნიერ განცხადებას გავიცინო თუ აღშფოთდე მართლა აღარ ვიცი, თურმე განმარიდეს მე. და მეგობრები და ადამიანები, ვინც ჩემს გვერდით იდგნენ, ნაწილს ვიცნობდი მეგობრებს, ნაწილს საერთოდ არ ვიცნობდი, ყველა დააკავეს. და თურმე დაკავება არ ყოფილა ეს ბელიასი განმარიდეთო. 10 კაცმა ჩამტენა მანქანაში შემაგდეს, მერე წამიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში. გადმომიყვანეს შენობაში შევყავდით, მერე ისევ ჩამსვეს, მერე მანქანაში მყოფს, ხელბორკილები დამოდეს, მერე გადმოვედი, მერე დეპუტატი ხარ თო მართა თქვენ. და ვითომ არ იცოდნენ. 20 წამში მოხსნეს მერე ხელბორკილები და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემს გამოკერა ზაზა სარალიძე იმ საპროტესტო აქციაზე აქტიურად იყო ჩართული, ყველა დააკავეს და მოტივაცია უბრალოდ არ აქვს
დამამტკიცებელი არც ერთი მტკიცებულება არ აქვს. ხახო, რატომ გვიკვირს ძალიან ქვეყანაში სადაც ადამიანს თომარა თავზე ჩამოაცვეს მუხთარლის ბოდიში, მუხთარლის თავზე ჩამოაცვეს თომარა, გადააგდეს სხვა სახელმწიფოში ყველა ასივე კამერა წაშალეს. და ეს არის პატიოსანი ხელისუფლება, რომელიც ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ კონკრეტულ საკითხზე საუბრობთ, ჩვენ აზოგადებს და მე მინდა რომ დეტალები დავაზუსტოთ თქვენ. დღესაც დავასრულებ თუ შეიძლება უარესი გააკეთეს და ორი ადამიანი ეხა აიყვანეს ის ადამიანები ვინც იღებდა მონაწილეობას ამ საპროტესტო აქციაში. ეს გზა ხელისუფლებისთვის არ საითკენ არის. დასრულებულია ეს ხელისუფლება. ან ვერ უყურებდით და ვერ უსმენდით როგორ იქცევია. თურმე არ უსაუბრიათ უღრმესი პოლიტიკური კრიზისია სახელმწიფოში და ქართული ოცნების უმრავლესობას შეხვედრის დაწყებამდე საუბრობდა რომ დიახაც მთავრობაში ცვლილებები და მე იქ მივიდა ეთყო ბიძინა ივანიშვილი, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი 6 თვის თავზე თურმე მთელი 3 საათი იმაზე საუბრობდა რომ თურმე ხალხს როგორ უჭირსო. გაეროს ფონდს რო არ დაეწერა ის ანგარიში და არ ეთქვა რომ გაორმაგდა სიგარიბე გაიზარდა ორჯერ არ იცოდა ბიძინა ივანიშვილმა. თავდება შეხვედრა გამოდის და ერთი 1000-ს მეორე 1000-ს ქუცლაშვილი ამბობს დიახაც საუბრობდით. გადადგომა იციან რომ კრიზისია. მე როგორც მათყობინებენ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბატონიკა ინფორმაცია რომელიც თქვენ პირდაპირ ეთერში გააშუქე მოყევით ახლა რამდენიმე წუთის წინ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა და ჩვენ ბუნებრივია ველოდებით რა შედეგი დაიდება. საზოგადოება ყველას აბსოლუტურად ხაც ყველას აბსოლუტურად ხახნო კითხვაზე მოისმინეთ რომელიმე ქართული ოცნების განცხადება იმასთან დაკავშირებით გუში რა მოხდა იქა მე ველოდების სტუდიაში ქართული ოცნების წარმომადგენელს და მას დავუსვამ ყველა კითხვას ბატონიკა ჩვენი საუბრის ბოლოს მოეში ძალიან თქო და თქვენ განსაკუთრებით მესმის დღეს ხართ ხელისუფლების სასარგებლოდ მომუშავე ადამიანები მაგრამ ხვალ ნამდვილად შევწყვებათ რა ბატონიკა არა ვერ დაგეთანხმებით 2018 წელს ბატონიკა ერთი წამი თუ არ მომცემთ კითხვების დასმის უფლებას ესე არ გამოვა მონოლოგია უბრალოდ და მე გისმენთ საკმაოდ დიდი ხანია რა ხდება ეხლა ჩვენ ვიდრე საუბრობთ მე ხო ისაუბრეთ ამაზე. შეცდომა იყო ჩემიც და ყველა პოლიტიკოსის, ვინც გულწრფელად თulis რომ უნდა დამდგარიყო აქტიურად უნდა ყოფილიყავით ბოლომდე ჩართულები. ბატონიკა, გასაგებია თქვენ ჩართულობაზე საუბრობთ, თუმცა ეს არის სამოქალაქო პროტესტი, რომელიც უნდა მოედოს მთელ ქვეყანას, მაგრამ სანამ ყველები არ დაიჯება, ძალიან მარტივია, ტრაგიკულია, მაგრამ ძალიან მარტივი მოცემულობაა. სამოქალაქო ბატონი გახარია, რომელიც გუში სამოქალაქო პროტესტზე საუბრობთ და ამ კონტექსტში კითხავთ. ზაზა სარალიძეს რეალურად სოლიდარობას უცხადებს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, მათ შორის მეც და ნებისმიერი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური აქცია სწორედ ამ სენსიტიური თემის გარშემო დაანონსა. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მივიდა ამ აქციაზე. რამე ჩემზე მეტად გააკეთეთ. ზალიკო უდუმაშვილზე მეტი გააკეთეთ. ერთი წამით ბატონიკა, მე არ ვარ ადრესატი ამ კითხვების, ხო? მე გეკითხები, რატომ არ გამოვიდა ადამიანები? ხო არ იყო თქვენი პარტიის შეცდომა ის ხო არა, რომ რეალურად შესუსტა თქვენი პარტია? კარგით, რა შესუსტა? თქვენ გონიათ ეხლა რომ შესუსტა? ეს ფაქტი არის რომ ხალხი არ იყო ბევრი, ხო მიუხედავად იმისა რომ მაღალია მხარდაჭერა. ეხა გიპასუხებ. 10 დღის განმავლობაში არაერთი მრავალათასიანი აქცია გაიმართა, სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა სახით. და შეგახსენებთ თქვენ განსაკუთრებით 2007 წელს, როდესაც 2 ნოემბერს გამოვიდა 35000 კაცი. მაშინ ხო დიდი მუხტი იყო და არ მოწოდათ ხელისუფლება. 5 ნოემბერს იდგა 70 კაცი. და 7 ნოემბერს იდგა 20 კაცი და ხელისუფლება მაშინ ჩათვალა რომ იცით რა დაიღალა ხალხი ვინც პროტესტს აცხადებს და მორჩა გადავტეხეთ წელში და რა მიიღეს შედეგად შუა ზაფხულში ეხლა რის იმედია გეტყვით ეხლა ქართულ ოცნებას შუა ზაფხულია ფიქრობენ ადამიანები შიდა მიგრაციას აქვს ადგილი აგერ კარს მომდგარი არის სოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ეროვნული გამოცდები და ილაჯი გამოელევა და არაკათი გამოელევა მამებსაც ასე თქვენ ნაციონალურ მოძრაობასაც სხვა პარტიებსაც საზოგადოებრივ აქტიურ წევრებს და გადავაგორებ მაგრამ აგერ თქვენ და აგერ მე და ვნახოთ ხო გვექნება შესაძლებლობა ბევრჯერ შევხვდეთ რამდენი აქცია ჩატარდა წვიმაშიც იდგნენ ხალხი და რეალურად თუ ესეთი სუსტები ვარ და თუ ნაციონალური მოძრაობა ტოქსიკურია ტოქსიკური იცით რა ვინ რა ხდება დიახაც ტოქსიკური იცით ვინ არის ის ვინც საუბრობს თითქოს იქ იმიტომ არ მინდა მისვლა რომ იქ ვიღაცა დგას უნდათ გამოვაცხადონ ტოქსიკურად
ის ადგილი, სადაც ზაზა და ბატონი მაჩალიკაშვილი აპროტესტებს, ის ადგილი და ფაქტის სახეზეა, ვინც აპროტესტებდა და აქტიურობით გამოირჩეოდნენ თუ შეიძლება ყველას აკავებდნენ. მადლობა ბატონო. ყველას აკავებდნენ. აბა ნაციონალური მოძრაობის ძალა ხელისუფლებამ რო ვიცის, იმიტომაც გვებრძვიან 6 წლის განმავლობაში და დიახაც მიხარია, დიახაც ამაყივარ რომ რაც შეიძლება და თავს გადავდე ბოლომდე და დაუდგები ზაზა სარალიძეს ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი ვალიც და რა თქმა უნდა განსაკუთრებით როცა პოლიტიკაში ვარ და ყოველთვის ვაკეთებ და გავაკეთე და ბოლოს ძალიან ხო დაინტერესდით რა ხდება ეხლაც აკავებენ უკვე დავინტერესდით და ბუნებრივია ამ ინფორმაციას ქართული ოცნების დიახაც ქართული ოცნების მარნეულის ორგანიზაცია რა გაუკეთა მოქალაქეს რომელიც ოპოზიციად განწყობილი იყო ამითაც დაინტერესდა და მოხდა და გათავდა იცით რა ეს არის ნაციონალური მოძრაობის გასაკეთებელი საქმე. ყველა ღირსეული ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, ახალი საქართველოს იქნება, ვინც არ უნდა იყოს. ყველას გასაკეთებელი, ყველა იქ უნდა იყოს. ხო ხედავთ რომ არ იმუშავა. იმდენად გაკადნიერდა ხელისუფლება, პროპაგანდა აუგორეს, თურმე დათუნა სალარიძე, უმოწყალოდ მოკლული, ყოფილა ხულიგანი და ფულს ძალავდა კაცებს და არა, ამ თემაზე ნამდვილად არ სულ საუბარი ჩვენ სალარიძეების ოჯახს უცხადებს ხარდაჭერას და ყველანი ველოდებით გამოძიების შედეგს. არ გამოგივათ ხახნო არ გამოგივათ, არაფერი არ გამოვა, სანამ ყველები და ყველების ფარველები არ დაიძებენ.